ვიზარდე დედების და მამების ხელში მონასტერში ბავშვობიდან და განსაკუთრებული დამოკიდებულება გამიჩნდა ეკლესიის მიმართ და ჩემი ყოველი დღე ლოცვით იწყება და სწორედ ლოცვით მთავრდება. მე ვარ შაკო გორდულავა, მედიცინის სტუდენტი, ხელოვანი, ფოლკლორისტი. პირველი სანთელი, რომელიც დავამზადე, ტაძარში ვაჩუქე ერთ ქალბატონს, რომელიც მხატვარი იყო, განსაკუთრებით მოეწონა ჩემი შექმნილი სანთელი და მათ შესწორებები მითხრა, რომ ისე გააკეთე რაღაცები შეცვალე და დროსთან ერთად გაიხვეწა, შეიცვალა დიზაინიც, შევქმნი ჩემი ორიგინალური ნიმუშები, ვარდებით, ვაზის ნიმუშებით, ფიგურებით და დრო მოიტანა ის მოცემულობა, რაც დღეს მაქვს. ზოგადად ჩემთვის ეროვნულობა და ეროვნული საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიბრძნე არის ჩვენს ხალხურ ყოფაში, ფოლკლორსა და მუსიკაში ჩადებული და აქედან გამომდინარე, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებთან მაქვს კომუნიკაცია, პირველი დაინტერესებული არიან ხალხთა ყოფით, ისტორიით, კულტურით და როდესაც უზიარებ ჩემს მუსიკალურ გამოცდილებას თუ ჩვენი სამშობლოს ისტორიულ ნაწილს, ეს ძალიან საინტერესოა მათთვის და ვიტყოდი, რომ ჩემთვის ძალიან სასიამოვნო, ასე ვთქვათ, ასევე საპასუხისმგებლოა გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან თუ გარდამტეხ მომენტში მიკვეთავენ სანთლებს და ჩემი შექმნილი ნაკეთობები უჭირავთ ხოლმე, ასე ვთქვათ, ჯვირწერებსა და ნათლობებზე. სანთლის დასამზადებლად ვიყენებ ფუტკრის ცვილს და ბამბის ძაბს და შემდეგ უკვე ხელებზე არის დამოკიდებული, რაც შევქმნი. მომავალში შეიძლება გავაკეთო ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის საჩუქრად და კომერციული კუთხით არ შევხედო, მაგრამ ზოგადად არასდროს მივატოვებ ამ საქმიანობას, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ემოციური კავშირი მაქვს სანთლების შექმნასთან და ზოგადად ხელოვნებასთან, რომელიც ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.